დეიდა ჩვენ მარტო ჩაი დავლიეთ და მეტი არაფერს სხვა არ გვჭამია. დღეს საჭმელი არ გიჭამიათ? არა. 6 წლის ემილი და 5 წლის ელენე ქვასავით ხმელი პურის ნატეხს ძლივს კბეჩენ, შიმშილის განმუცელის ტკივად. ბავშვების საუზმე, სადილის და ვახშამიც ეს ხმელი პურია. ჩემ დაიყო საცვია გახავნას კი მე კი რეიტურზე გახეული მაცვია. 5 წლის ელენეს ისეთი დახეული წინ დააცვია, რომ ნაგავსაყრელზეც კი ბევრად უკეთეს ნახავს ადამიანი. გონიერი ბავშვი ფონდის კორესპონდენტს უყვება თავის გულის ტკივილზე და თან დახეულ წინდას უჩვენებს. დეიდა ესეთი დახეულნას კი მაცვია. ამ ჟანგიანტაში ბანაობენ საბრალო ბავშვები ზამთრის ყინვაში. გოგონები გაცივდნენ, ახვერებთ და მაღალი სიცხი აქვთ. საბრალო დედამ ნასესხები ფულით უყიდა წამალი ბავშვებს. სიცივისგან აკანკარლებული დები ასე ეხუტებიან ერთმანეთს. ბავშვებს თბილი საბანიც კი არ აქვთ. როგორი ცხარე ცრემლებით ტირის ბავშვების საბრალო დედა. საკმარისია ერთხელ მაინც შახედოთ ქალს თვალებში და მაშინვე მიხვდებით თუ როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს მის გულში. შეხედეთ, პატარა ანგელოზები ცდილობენ, რომ საკუთარი ხელებით შეუმშრალონ ცრემლები საყვარელ დედიკოს. როგორი ღირსეული შვილები ეზრდება ჩვენ სამშობლოს მათი სახით. მაგრამ ჩვენი ქვეყანა რას თავასობს ამ მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახს? აფხაზეთიდან დევნილ ქალს სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართიც კი არ მისცა. როგორ გრძნობთ თავს ამ სახელმწიფოში? საშინლად შვილები რომ შეაზგეთყვიან და ვერ აჭმენ ყორს. ამაზე საშინება რა არის? 5 დედმამიშვილი, 5 და-ძმის შამქრალი თვალები. ამ პატარა ანგელოზების ერთადერთი იმედი მხოლოდ თქვენ ხართ, ღვთისმიერო ადამიანებო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.